პრემიერ-მინისტრი ქართულ მეზღვაურებს სერტიფიკატების აღიარებას ულოცავს ევროკომისიის კომიტეტზე, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის მიერ ქართულ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 18,000-მდე ქართულ მეზღვაურს მიეცა უფლება და შესაძლებლობა დასაქმდეს ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ასევე ძალიან დადებითად აისახება საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე. კერძოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ 18,000-მდე ჩვენს მეზღვაურს მიეცა უფლება და შესაძლებლობა დასაქმდეს ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ქართულ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში არსებულ მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. აჭარის რეგიონისთვის ეს არის ძირითადი დასაქმების წყარო. მეზღვაურის პროფესია არის საკმაოდ მაღალადაზღაურებადი პროფესია და ამ დღეს უკვე 3 წელია ელოდებოდნენ ჩვენი მეზღვაურები. მოხარულები ვართ იმდენ რამდენადაც ქართულ მეზღვაურებს აქვს იმის რესურსი, რომ იცურავენ ნებისმიერ ქვეყნის დროშის ქვეშ და არ შეერწყონ თავიანთი სახელმწიფო სახელი და თავიანთი წოდება.